მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა, მეც კარგად. მოკლედ დღეს არის მორიგი ვიდეო, სადაც არაფერს არ ვაკეთებ რეალურად. არც დაბენჩვა, არც თამაში, არც ფეხბურთი, არც სრიალი, არც ველო, არაფერი რა. დღეს მოკლედ მინდა მოგიყვეთ რეალურად აი ისტორია, უბრალოდ ამბავი, ისტორიას ვერ დავარქმევ, ამბავი ვარჯიშის რა, რამდენად შევიცვალე წლების განმავლობაში, რა რეკორდები მქონდა და ვცდილობდი ყველანაირი ვიდეო მეპოვა, რაც კი ოდესმე მქონია მანამდე გადაღებული, რომ ამ ვიდეოში ჩავსვა რა. შეიძლება ახლა ზოგი იყოს ცუდი გადაღებული, ზოგი იყოს ცუდი ხარისხი და ასე შემდეგ, მაგრამ ვეცადე რომ ყველაფერი ამომიღო და მენახებინა თქვენთვის და მგონია რომ საინტერესო იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც და მეც მაინტერესებს რამდენად შევიცვალე ამ წლების განმავლობაში რა. ამიტომ ბევრს არ გავწელავ და დავიწყოთ რა. მოკლედ რეალურად ყველაფერი დაიწყო ალბათ 2020-ში, ან 2021-ში რა, რაღაც გარდამავალ პერიოდში. მაქედან ვიდეოები არ მაქვს. შორის 2020-დან, მაგრამ ვიცი რომ დაახლოებით მაგ დროს დავიწყე ვარჯიში და მაგ დროს დავინტერესდი ჯიმით და ასე შემდეგ. და ხო, ჩვეულებრივად დავიწყე ვარჯიში, აჯიმანიები, რაღაცა პრესები, მიზიდვა, აზიდვა, ეგეთი რაღაცეები, მარტივი რაღაცეებით დავიწყე ვარჯიში და ვიდეო არ მაქვს სამწუხაროდ რა. მაგრამ შემდეგ მაქვს გადაღებული YouTube-ზე ვიდეო 2021-ში, 26 ნოემბერს მიდევს ეს ვიდეო. 26 ნოემბერს 2021 წლის 26 ნოემბერს მაქვს გადაღებული ვიდეო. შეგიძლიათ რა ვიცი გადახვიდეთ ნახოთ კიდევაც პლეილისტი მაქვს გაკეთებული მთელი ჯიმის და ასე შემდეგ. მანდა შეგიძლიათ რომ ნახოთ რამხელა პროგრესი მქონდა მაგ წლების მერე, 4 წელი გავიდა და რა თქმა უნდა კიდევ კაი პროგრესი მაქვს. მოკლედ რა თქმა უნდა ვიდეოებს ჩავსვო და თან კომენტარებსაც გავაკეთებ რა. მაგ ვიდეოში ჩემი ბენჩის პერსონალური რეკორდი იყო 70 კილო. 75 კილო უკვე ვეღარ დავბენჩი. ახლა ჩავსვო ვიდეოებს აქ. ხო, როგორც ნახეთ 70 კილო ავწიე და შემდეგ 75 კილო დამეცა, არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მაგ დროს დაახლოებით ვიყავი 70-დან 71 კილომდე, ეგეც რა თქმა უნდა ვიდეო მაგ გადაღებული და მაგასაც ჩავსვავ აქ. ხო, დაახლოებით 70-დან 71 კილომდე ვიყავი და რა თქმა უნდა 75 კილო ახლა 5 კილოთი მეტი საწევა ჩემთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი რა, რომ აი არასოდეს არ მეგონა რომ ავწევდი რაღაცა საკუთარ წონაზე მეტს რა, ეგეთი რაღაცა მეგონა მაგ დროს რა. ეს იყო 2021 წლის 26 ნოემბერი რა. ისე სხვა შორთან განსაინტერესო არის აი ძველი ვიდეოს რო გადავხედე რაღაცებს, განსაინტერესო რაღაცეები შემოხდა რა. და რა ვიცი, ჩემი აზრით რა საინტერესო არის და სახალისო არის, აი რას ფიქრობდი მაგ დროს და საერთოდ რისი იმედები მქონდა და ასე შემდეგ რა. და მაგიტო ვწერ ამ ვიდეოს, რომ აი ყველაფერი რაღაცნაირად ერთიანად გავაერთიანო რაღაცა. ხო, გავაერთიანო რა ეს ვიდეოები და მე გადავხედო რაღაც ძიების გარეშე რა, ხო ხდებით რა. 2021 წლის 26 ნოემბერს არის ეს ვიდეო გადაღებული და შემდეგ უკვე გადავდივართ 2023 წელიწადში. ზუსტად თითქმის 2 წლის შემდეგ მაქვს ეს ვიდეო გადაღებული, სადაც პირველად დავბენჩე 100 კილო. 2022 საერთოდ არ მაქვს. 2022 წელი ჯიმის წელი მგონი არ მქონდა. იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს რა, ისეთი გადაღებული იმინა ჯიმის რა. არანაირი ვიდეო ვერ პოვე და ამიტომ ეგრევე გადავდივართ 2023 წლის 18 ნოემბერს, სადაც პირველად დავბენჩე 100 კილო და ამ 100 კილომდე საერთოდ
ნავარჯიშები არ მქონდა რა და საერთოდ არ მეგონა რომ ავწევდი. ნავარჯიშები არ მქონდა, мотивация არ მქონდა, დისციპლინა არ მქონდა, არაფერი არ მქონდა, უბრალოდ მქონდა მასა და ამ მასამ ამაწევინა 100 კილო. აი ახლა ჩავსვა ამ ვიდეოს. ხო, ну როგორც ნახეთ, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ 100 კილო არის და აი ხო ხდებით, თან 16 წლის ვიყავი, მაგ დროს 17-ის ხდებოდი და აი 100 კილო იყო, აი რაღაცა რა, აი ძალიან დიდი მიღწევა იყო რა. მან და ალბათ არ ვიცი, რამდენი კილო ვიქნებოდი. ვიდეო არ მაქვს ფოტოშოპის 2023 წლის. მაგრამ დიდი ალბათობით ვიქნებოდი 80-ებში რა, ის რაღაც ეგრე ვიქნებოდი რა. იმიტომ რომ შემდეგ გადავდივართ 2023 წლის 23 დეკემბერში გადავდივართ, სადაც უკვე დაუბენჩე 105 კილო. ახლა ჩავსვა ვიდეოს. ну ხო, რა თქმა უნდა, 105 კილოს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩემთვის მაგ დროს, რავი, ძალიან მაგარი იყო, რა თქმა უნდა, აი, როცა 17 წლის ხარ და მაგდენს რო ბენჩავ, გგონია რომ ძალიან მაგარი არის. და ანუ ზოგადად მართლა ძალიან მაგარი არის, ანუ არ გამოვიცხო მაგას, რა თქმა უნდა. რამდენი კილო ვიყავი ზუსტად ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ხო, გადაგებული არ მაქვს რა მაგ დროს რა და არ გონი არსად არ ვამბობ რამდენი კილო ვარ რა მაგ დროს. მაგრამ ანუ გეუბნებით აი დაახლოებით ვიქნებოდი 82 კილო რა, მე ეგრე მგონია. რაღაცა ეგრე მახსოვს რომ 82 კილო ვიყავი რა და 82 კილო რო ვიყავი. არა თუ 85 ვიყავი. მაგრამ აღარ მახსოვს ზუსტად. ცოტა შეიძლება არეული ვიდეო გამოვიდეს, მაგრამ აი უბრალოდ მინდა რომ მე გადავხედო აი ამ ვიდეოს. რა აი ახლა რო ვიღებ ამას, მინდა რომ გადავხედო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორ ვიქნები მომავალშიც რა და აი ყველაფერი ერთად რო გავაერთიანო ამ ვიდეოში და რო უყურო რა, რო ჩაუждე და ასე შემდეგ. თან ძველი კადრებიც მაგარი არის რა. ხო, დაახლოებით 85 კილო ვიქნებოდი და ავწი 105 ჩვენიერ. მაგის შემდეგ უკვე გადავდივართ 2023 მთავრდება და გადავდივართ 2024 წლის 23 აპრილში. სადაც უკვე დავბენჩე 110 კილო რა. ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის 110 რო დავბენჩე და სპოთერის გარეშე რო გავრისკე. მაგრამ გადავრჩი. მე კიდე 120 დავბენჩე, აი ზუსტად ამ კადრის მერე აი ახლა რომელსაც ჩავსვავ. ხო, ამ კადრის მერე ზუსტად მეგონა რომ მეთქი 110 ძალიან მარტივად დავბენჩე და მოდი 120-ზე მივალთქო და მოვყვდი. მაგ კადრს არ ჩავსვავ, იმიტომ რომ თან შეიძლება ჩავსვავ, ნახოთ. ну 2024 წლის 23 აპრილი აქ უკვე ვიცი რამდენი კილოს ვარ და ვიდეოსაც ჩავსვავ, ვიყავი 88 და 5. აი ეგრე ვამბობ ვიდეოში რომ ვარ 88 და 5 თქო და დავიკელი და ვარ ახლა 86 კილო თქო რა, რაღაც ეგეც ვამბობ, ჩავსვავ ვიდეოს და 85-დან 86 ვიყავი 88 ისევ დავიკელი 2 კილო. Bravo. და ეგ ვიდეო არის
ჩაწერილი 2024 წლის 26 აპრილს. დათოს დაავადების დღეს, დათო მოგითხვა, გაიხარე. ხო. ანუ ვიყავი 86 კილო რა. და ანუ ბენჩთან ერთად, ბენჩის წონასთან ერთად იზრდებოდა რა თქმა უნდა ჩემი წონაც. რაც მაგდროს ვერ ვაანალიზებდი, რომ მიხაროდა რომ ბენჩს ვაუნჯობესებდი რა. და აი მაქედან უკვე მგონი დაიწყო დაუნფოლი. სერიოზული დაუნფოლი დამეწყო მაგის მერე, იმიტომ რომ ბენჩი დარჩა და წონა იმატებდა და იმატებდა რა. შემდეგ უკვე მოვდივართ 2024 წლის 11 ნოემბერს. ეს უკვე ის პერიოდი არის, რომ აი მე მივახტიე პიკს მივახტიე და ვიყავი 91 კილო. მთელი 91 კილო ვიყავი და უკვე გერმანიაში ვიყავი ჩამოსული, ახალი ჩამოსული ვიყავი. და ნუ ჩამოვედი თუ არა, ვცდილობდი რომ დამეწყო ვარჯიში და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამოდიოდა. უბრალოდ ვარჯიში დავიწყო ვარჯიში, მაგრამ დიეტა არ მქონდა. და ამიტომ ვიყავი 91 კილო. მაგის შემდეგ გადავინაცვლეთ. ნუ რა თქმა უნდა, ჩავსვავ ვიდეოს. ხო. როგორც ნახეთ, ნუ აი მანდ ვარ 91 კილო და აი მაქედან უკვე დავლოქინდი რა, აი მართლა დავლოქინდი და იანვარში რო დავიწყე ვარჯიში, აი ეს დეკემბერი და იანვარი ცოტა ჩავარდა მქონდა, იმიტომ რომ საქართველოში ჩამოვედი და საერთოდ არ ვადევნებდი ჩემს ყვებას და ასე შემდეგ. არაფერი ვაფშე რა, უბრალოდ ჯამდი რა, ზამთარი იყო და ცხიმი მინდოდა და ასე შემდეგ. და აი უკვე იანვრიდან დაწყებული აქ ჩამოვედი, იანვარი, თებერვალი და მარტში უკვე დავინახე პირველი პროგრესი რა და results რა, აი დავინახე მართლა და ძალიან მესიამოვნა რა. გადავინაცვლეთ 2025 წლის 18 მარტს რა. სადაც უკვე ვიყავი 87 და 3 რა, ანუ დაახლოებით ხონა დაკლებული 4 კილო. რაც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო რა თქმა უნდა. კადრი აგერ შემოგთავაზებთ. Oh my god. ხო, ნუ ვიყავი 87 და 3. მაგის მერეც რა თქმა უნდა გავაგრძელე ვარჯიში. და უკვე 2025 წლის 30 აპრილს დაახლოებით ვიყავი 85 კილო. როგორც ნახეთ, ხო 30 აპრილს ვიყავი 85 კილო და არ ვიცი მაგდე, უბრალოდ აი 84 ვიყავი ალბათ 30 აპრილს ვიყავი 84. იმიტომ რომ მე 2025 წლის 1 მაისს უკვე ვიდეომა გადაღებული, სადაც ვიწონი 81 და 7 რა, 81 და 7 ვარ 1 მაისს და ალბათ სადღაც ეგრე ვიყავი, ან 83 ვიყავი 30 აპრილს. აღარ მახსოვს ზუსტად რა, ზუსტად ვერ გეტყვით მაპატია. მომდგები უკვე მე რამდენად რა. 81 და 7. ხო. ვიყავი 81 და 7. წარმოიდგინეთ, ანუ ეს უკვე აი პირველი 10 კილო დავიკელე, აი 91-დან 91-მდე, 91 რო დავინახე. გავგიჟდი რა. ასე დავიკელე ჩემი პირველი 10 კილო. მთელი არ ვიცი, რამდენი რაღაცა მქონდა გამოვლელი ამ 10 კილოზე, რომ აი არ საშინელებდები რა. 1500 კალორიას ვჭამდი ყოველდღე, წარმოიდგინე 1500 კალორია ჩემთვის არაფერი არ იყო, აი შივშილობდი თითქოს. მაგრამ არ შივშილობდი. ყველაფერი გადათვლილი მქონდა. შემდეგ უკვე გადაღებული მაქვს ვიდეო 2025 წლის 14 მაისს, სადაც ვიწონი 79 და 3. 79, 7-იანით იწყება, წარმოიდგინე, 7-იანით იწყება. და ვარ 79 და 3. ეს არის 2025 წლის 14 მაისი. შემდეგ 2025 წლის 30 მაისს ვიყავი 76 და 5. 30 მაისი ისეთი დრო იყო, რომ უკვე აქედან მივდიოდი, გერმანიიდან მივდიოდი და გერმანიიდან მივდიოდი 76 და 5. წარმოიდგინეთ, ანუ გერმანიაში გამოვიარე ყველაფერი. გერმანიაში დავიკელე ყველაფერი. გერმანიაში დავიწყე ყველაფერი.
ხო, და სანამ თბილისში ჩავიდოდი, ანუ ივნისში ჩავდიოდი თბილისში, ვიყავი 76.5. რო ვიყავი 87 ალბათ 87 კილო რო ვიყავი, მაგ დროს დავბენჩე 115. ეგეც ძალიან მაგარი იყო. მაგასაც ჩავსვავ აქ. ხო, მაგ დროს ვიყავი ალბათ 87, ან დაჟე აი 87-დან 90-მდე ვიყავი, რა ზუსტად არ მახსოვს. ეგ იყო თებერვალი. თებერვალი იყო, რო დავბენჩე 115 კილო. აი გამორჩა, მაგრამ არავის ახლა ვიტყვი და ახლა ჩავსვავ. და ნუ უკვე რავი, რაღა არის დარჩენილი. აქ რო ჩამოვედი, ჯერ საქართველოსთან სანამ მოვდიოდი, მაგ დროსაც ავიწონე და ვიყავი 73 და 2. ამებს ალბათ არ ჩავსო, უბრალოდ გეუბნებით, იმიტომ რომ ახლა ხანს მოხდა. რო ავიწონე საქართველოში რა, სანამ უკვე აქ ჩამოვიდოდი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ავიწონე და ვიყავი 73 და 2 რა. მერე დაჟე აქ რო ჩამოვედი 5 ოქტომბერს, 2025 წლის 5 ოქტომბერს რა, რო ჩამოვედი, ვიყავი 71 და 3. ანუ ძალიან დაგდებული მქონდა წონა რა, აი გაუკონტროლებლად მქონდა დაგდებული წონა და თითქოს აი გამოფიტული ვიყავი რა. მაგრამ ახლა ნელ-ნელა ისევ რა თქმა უნდა მატებაზე ვარ და სწორ მატებაზე ვარ და დღეს არის 23 ოქტომბერი 2025 და დავბენჩე 115 73 კილოზე. 115 დავბენჩე 73 კილოზე, რა თქმა უნდა, წინა ვიდეოში იყო ეგ და მაინც ჩავსვავ ახლა ამ კადრს. და ხო, ნუ დღეს დაახლოებით გამოვიყურები აი ასე, ამასაც განახებთ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცვლილება არის, რა ვიცი, მაგალითად დაწყებიდან, ანუ თუ გინდათ 2021 წელი ავიღოთ, მაქედან დაწყებული დღემდე მოყოლებული ძალიან დიდი ცვლილებები არის. და ზოგადად აი ეს ერთი წელი იყო ალბათ ყველაზე დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში ოქტომბრიდან მოყოლებული, ну, კაი, იანვრიდან მოყოლებული 2025 წლის იანვრიდან მოყოლებული დღემდე 2025 წლის 23 ოქტომბრამდე რა. და რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ წინ და წინ მივიწევთ. წინ ახლა გეგმაში მაქვს 175 დავბენჩო. და იმედია დავბენჩო. თუ არ და არ ვიცი რა. არა ხო, დღეისათვის სულ ეს იყო, აი ეს ამბავი მინდოდა მომეყოლა, რანაირად დავიკელი და ასე შემდეგ და რაღაცა გავაერთიანო ეს ძველი ვიდეოები. და რა ვიცი, იმედია იხალისეთ თუ არა და აპატიეთ, რაღაცა მოყოლა მინდოდა ამბების. და ხო, აბა, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, ავიდეთ 1000-მდე. მე კი ვეცდები უფრო წინ და წინ ვიარო. Let's go. ნახვამდის. იმედი არაფერი არ დამავიწყდა, თუ დამოვიწყდა გავგიჟდები.